გამარჯობა. დღეს 22 ივლისია 2025 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1245 დღე გავიდა. მე რატი ვარ მოჯერი ჟურნალისტი და ავსაუბრებ იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში. პოკროვსკში გავრცელდა კადრები, სადაც პოკროვსკში თითქოს რუსი ჯარისკაცები არიან, ასევე სიტუაცია ფრონტზე გახდება კი პეკინი იალტა 2 3 სექტემბერს. რა მოხდება ტრამპის 50-დღიანი ულტიმატუმის გასვლის შემდეგ? ეს არის თემები, რომელთაც ვაჯამებ, რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებაზე სულ ცოტა ხანში. გავაგრძელებ საუბარს, როდესაც შემომიერთდება უკრაინის შეერთებული ძალების ქართველი მებრძოლი ირაკლი ანდრონიკაშვილი, მანამდე კი პეკინი. ჩინეთში 3 სექტემბერს აღნიშნავენ იქ თავის რეგიონში მეორე მსოფლიო ომის დასრულებას. მეორე საკითხია, რომ ჩინელმა კომუნისტებმა ის გენერალი გააგდეს და გადატრიალება მოუწყოს, ვინც ეს ომი მოიგო, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და უბრუნდეთ აი ამ უახლოეს მომავალს, როდესაც სი აღნიშნავს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და დაპატიჟა ტრამპიც და პუტინიც. პუტინს რა თქმა უნდა სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ჩასულიყო პეკინში, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც 9 მაისს სი ძინპინი იყო ყველაზე დიდი სტუმარი პუტინისთვის და ის საკმაოდ ასე ვთქვათ პომპეზურად მიიღო და პუტინს სხვა გზა არც ჰქონია. ტრამპი ჯერ თავს იკავებს ამაზე საუბრისგან, თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სი ძინპინს და პუტინს, ყოველ შემთხვევაში პუტინს ნამდვილად ეს შეხვედრა წარმოუდგენია როგორც იალტა 2, როდესაც სამი მსოფლიო ლიდერი, პუტინი, სი და ტრამპის ხედან და რაღაც ომის ბედს წყვეტენ. თუმცა დათანხმდება კი აი ამ თამაში მონაწილეობას ტრამპი. შეიძლება უნდოდეს კიდევაც დათანხმდეს, თუმცა ის რაც დარწმუნებით შეიძლება ითქვას ტრამპმა ისწავლა თავისი მეორე ვადის პირველ 6 თვეში არის ის, რომ უკრაინელები ჯიუტი ხალხია და უკრაინელების ზურგს უკან ვერ შეძლებს უკრაინელების ბედის გადაწყვეტას ტრამპი. შესაბამისად არის კიდევ ერთი გარემოება. მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ტრამპი როდესაც 50-დღიან ულტიმატუმს აცხადებდა, იცოდა რომ ემთხვეოდა აი ამ თარიღს, მაგრამ ეხლა ესეთი ვითარება იქნება, რომ 50-დღიანი ულტიმატუმის გასვლის პერიოდი ემთხვევა ზუსტად 3 სექტემბერს, აი პლუს მინუს, მოკლედ მაგ კვირაშია. და რა გამოვა, რომ აი ეს ულტიმატუმი გავა და ვითომც არაფერი ჩავა და იქ დაიწყებს მოლაპარაკებებში, მიიღებს მონაწილეობას და ჩაერთვება ამ მოლაპარაკებებში. პრინციპში ტრამპის რაღაცა ლოგიკის ესე გადაჭრით და ცალსახად თქმა და პროგნოზირება ძნელია. თქვენ თუ გაქვთ თქვენი პროგნოზები, დაგმიწერეთ კომენტარებში. ასევე შეგახსენებთ, რომ თუ არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, გააზრეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ტრამპს და პეკინს რომ დავუბრუნდეთ, ეს 50-დღიანი ულტიმატუმი ამერიკის 52 პრეზიდენტმა უფრო მეტად პუტინის მოკავშირეებს დაუწესა, ვიდრე თავად პუტინს. იმიტომ რომ პუტინისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს 50-დღიან ულტიმატუმს მიცემენ 25-დღიანს, 1 თვიანს თუ რა ვადებში, იმიტომ რომ ის ამ ომის გაჩერებას არაპირებს და მან ეს ბევრჯერ დაადასტურა და მისთვის ეს ამას არ აქვს მნიშვნელობა, ტრამპმა არაერთი ვადა შესთავაზა. შესაბამისად, აქ უფრო არის საუბარი იმაზე, რომ ტრამპმა ეს ვადები დაუწესა სწორედ პუტინის მოკავშირეებს. აქ საუბარი არის იმ ქვეყნებზე, რომლებიც მისგან ნავთობპროდუქტებს, ენერგოპროდუქტებს ყიდულობენ და პრინციპში ერთადერთი რასაც ღიად იძახის ტრამპი, რომ გააკეთებს პირობითად 51 დღეს, ну კი ამბობს, რომ თქვენ ნახავთ რას ვიზამთ, თუმცა ის რასაც ამბობს, რომ ვიზამს, არის ის, რომ მეორად სანქციებს და საკმაოდ მაღალ სანქციებს დააწესებს აი ამ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთის ასე ვთქვათ ენერგორესურსით სარგებლობენ. აი ეს ტარიფები რამდენად ასე ვთქვათ რეალურად პრობლემებს შექმნის რთული სავარაუდოა. ну პრინციპში პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ინდოეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ რაც ცოტა ნაკლები ნავთობი იყიდონ, ვიდრე ახლა ყიდულობენ, მაგრამ პლუს ამისა უფრო სარფიანი პირობები გამოვიბაჭრონ რუსეთისგან, იმიტომ რომ ეთქვა, რომ ჩვენ ისედაც ძვირფასს ვიხდით უკვე ამ ყველაფერში რაღაც სანქციები დაგვიწესეს, ამიტომ თუ გინდა რომ შენი ენერგორესურსები ვიყიდოთ უფრო იაფად, სავარაუდოდ აი ეს მოხდება პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში და ამასთან კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი არის ის, რომ აი ამ პერიოდს ასევე ემთხვევა ვადა, როდესაც პრაქტიკულად უკვე გაილევა და დასრულდება ის ფულადი დახმარება, რომელიც ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამოიყო უკრაინის შეიარაღებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ამ ყველაფერამდე, ასე ვთქვათ, მშვიდობის მისაღწევად ბევრი ხერხი ცადა. პრაქტიკულად პუტინის წინაშე ყველა დათმობებაზე წავიდა, რაზეც შეეძლო რომ წასულიყო, მათ შორის არა მხოლოდ რიტორიკის დონეზე, ორჯერ სამხედრო დახმარებაც გაუჩერა პრაქტიკულად უკრაინას. პირველად ეს იყო, როდესაც დაზვერვის ინფორმაცია შეუწყვეტა და ასე მიცა საშუალება რუსეთს, რომ კურსკზე აღედგინა კონტროლი და იქ უკრაინელებს დაეკარგათ, თქვათ, კონტროლი და შემდეგ უკვე იყო პრაქტიკულად პოლონეთში ჩასული სამხედრო დახმარება რომ გააჩერა და მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ყველა დათმობის ფონზეც კი პუტინმა არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, ტრამპი მიხვდა საბოლოოდ და გააცნობიერა, რომ მას რეალურად მხოლოდ ორი გზა რჩება პუტინზე ზეწოლისთვის. ერთი, ეს არის უკრაინის შეიარაღება და მეორე უკვე ეს არის რეალური მძიმე სანქციები თავად რუსეთისთვის. შეგახსენებთ, რომ აი ამ განცხადებაზე, ულტიმატუმზე 50 დღიანზე პესკოვმა თქვა, რომ ეს საკმაოდ სერიოზული განცხადება არისო და ამაზე პუტინს თავად ექნება რეაქციაო. თუმცა მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ჩვენ პუტინის განცხადება ამაზე არ გვინახავს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახლა პუტინი ფიქრობს, რა შეიძლება გააკეთოს იმისთვის, რომ როგორმე ტრამპი შემოატრიალოს და ისევ ძველ რიტორიკაში დააბრუნოს. რეალურად ეს შესაძლებელია, ეს პუტინს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ კი როგორღაც ტრამპს აჩვენებს, რომ ის განწყობილია და განეწყო უკვე რეალური მოლაპარაკებებისთვის. ამისთვის შესაძლოა, ეხლა გაჩნდა ინფორმაციები, რომ რაღაცა თურქეთში შესაძლოა მესამე რაუნდი გაიმართოს შეხვედრების და ამისთვის შესაძლოა პუტინმა იქ გაუშვას ვინმე სხვა, არა მედინსკი, ვინც უფრო დიდი ფიგურა იქნება და ამითი აჩვენოს ტრამპს, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა ძვები არის მასში. თუმცა, როგორც წესი, პუტინი ასე არ იქცევა, ის რაღაც ეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებებს არ ცვლის და ის რომ ეს გააკეთოს, მას ასე ვთქვათ, ცივი გონება ჭირდება ამისთვის და ახლა ის ზედმეტად არის შეპყრობილი ამ ომით, იმისთვის რომ აი ესეთი ცივსისხლიანი ნაბიჯები გადადგას. შესაბამისად, სავარაუდო არის, რომ პუტინის მოქმედება იქნება ისეთი, როგორიც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ანუ სრული იგნორი იმისა, თუ რა ხდება მის გარშემო, რას აკეთებს ტრამპი, თითქოს ის არც არსებობს და ეცდება გააგრძელოს, ასე ვთქვათ, უკრაინის გამოფიტვაზე ომი. როგორც თქვით, ეს 50 დღიანი ულტიმატუმი უფრო მეტად მის პუტინის მოკავშირეებზე არის. ჩვენ როგორც აღნიშნე, ინდოეთმა გააკეთა განცხადება, რომ მზად არის რომ რაღაც შეამციროს ენერგო რესურსების შესყიდა რუსეთისგან. თუმცა აი ჩინეთს განსხვავებული პოზიცია აქვს. ჩინეთი ამბობს, რომ ის ვერ დაუშვებს რუსეთის დამარცხებას. მაგრამ აქ შემოდის მეორე საკითხი. ჩინეთისთვის რუსეთის მოგება შესაძლოა სხვანაირად გამოიყურებოდეს, მაგალითად ისე, რომ რუსეთმა შეინარჩუნოს გარკვეული კონტროლი და ძალაუფლება უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინა როგორც სახელმწიფო შენარჩუნდეს გარკვეული ნეიტრალური სტატუსით და რაც მთავარია, ამერიკას არ ჰქონდეს პირველი ღამის უფლება უკრაინაში ინვესტიციებისთვის. ანუ უკრაინა იყოს გარკვეული ბუფერი, რომელსაც არ ექნება დასავლური გავლენები. ეს ჩინეთისთვის ძალიან მისაღები იქნება. აი რუსეთისთვის კი ეს წარმოუდგენელია. პუტინისთვის ერთადერთი გამარჯვება არის ის, სადაც უკრაინა საერთოდ გამქრალია მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან, ხოლო ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, ამბობს, რომ რუსია და ვინც არ ეთანხმება იმას, რომ რუსია, ის უნდა მოკვდეს ან უნდა გადაასახლოს. ასე რომ საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ სი ძინპინი და პუტინი მიუხედავად იმისა, რომ ერთ ნავშის ხედან ახლა განსხვავებულად უყურებდნენ ომის დასასრულს. მით უფრო რომ რუსეთისთვის ეგზისტენციალური საკითხი გახდა, კრემლისთვის ეგზისტენციალური საკითხი გახდა ომი უკრაინაში. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ გარკვეული წარმატების მიღწევას, იმიტომ რომ ეკონომიკა ჩამოშლის პირას არის და ჩვენ ყოველკვირეულად ხედავთ, რომ რაღაც სერიოზული პრობლემები აქვს, ბიუჯეტში დეფიციტი. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ აქვს რესურსი იმისთვის, რომ ომი აწარმოოს და სწორედ იმიტომ აქვს ეს რესურსი, რომ მთელი ეკონომიკა საომარ ვითარებაზეა გადაწყობილი. რუსეთს არ აქვს არაფერი შესათავაზებელი თავისი მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ის აი ამობს, აი ამითი აპრავებს, რომ აი ამ მშიერ გაღარიბებულ, გაღატაკებულ რუსს ეუბნება, რომ აი მე სამაგიეროდ ტერიტორიებს ვიბრუნებ.
შესაბამისად, ძალიან რთული საპროგნოზირებელია რას იზამს პუტინი, თუმცა აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი, შესაბამისად ინსტიტუტებმა დაითვალეს და 1 კვადრატულ მეტრ მიწაზე მოდის 160 განადგურებული რუსი. ანუ აქ მხოლოდ გარდაცვლებზე არ არის საუბარი, ხო, დაჭრილები და სახეჭრებული. შესაბამისად, თუ კი უკრაინის შეიარაღება უფრო გაძლიერდება, ეს რიცხვებიც გაიზრდება. და აქ ეს ეგზისტენციალური საკითხი და ბირთვული იარაღის ჟღარუნი ისევ შეიძლება გავიკოთ. მოდი ახლა ბირთვულ საკითხს ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ. თუ კი აქამდე ბირთვული იარაღი გამოიყენებოდა როგორც შეკავების ინსტრუმენტი, პირველ რიგში ამ ირანის საკითხმა ჩვენ დაგვანახა, რომ ბირთვული იარაღი შესაძლოა გახდეს თავდასხმის საფუძველი, ხო? ამდენი ხანია დაპირისპირება არის და ჩვენ მხოლოდ ახლა ვნახეთ ირანზე შეტევა და 12-ღიანი ომი ისრაელის და ამერიკის, როდესაც ირანი სახიფათო ზღვართან ახლოს მივიდა ბირთვული იარაღის შექმნის. შესაბამისად, შესაძლოა ეს ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხები გახდეს პრევენციის მიზეზიც დასავლეთის მხრიდან, მით უფრო რომ ძალიან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრიტანეთში გამოჩნდა ამერიკული ბირთვული შეიარაღება. შესაბამისად, კრემლში ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ეს მათი ბირთვული ამბიციები შემთხვევით პრევენციული დარტყმების საბაბი ან მიზეზი არ გამოდგეს. რაც შეეხება რუსეთის დამარცხებას, ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე მსგავსი რამე წარმოუდგენელია და ისევ ირანს რომ დაუბრუნდეთ, რაც არ უნდა ზუსტი და კარგი და ძლავრი წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განახორციელო, ირანში რეჟიმი არ შეცვლილა, ხო? პუტინსაც კარგად ესმის სახმელეთო ოპერაციის მნიშვნელობა და სწორედ მაგიტომ 2022 წელს ტანკებით შევიდა უკრაინაში, სადაც კიევში მედვედჩუკი ელოდებოდა და ყოველი შემთხვევისთვის ასე ვთქვათ, ბელარუსში იანუკოვიჩიც ჩაიყვანა. მაგრამ მან ის შეეშალა, რომ უკრაინელები არ ფიქრობდნენ ეგრე და არ აპირებდნენ დანებებას და პრინციპში მე რაც მოხდა, ეხლა მაგაზე არ განვავრცო. მაგრამ მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირიც არ დამარცხებულა და არ დაშლილა მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ტანკებით და სახმელეთო ოპერაციით. მაგრამ საბჭოთა კავშირი ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად ასევე დაიშალა და დამარცხდა სახმელეთო ოპერაციის შედეგად, ოღონდ ავღანეთში სახმელეთო ოპერაციის შედეგად, იმისი ექოთი და იმისი გამოფიტვით. ასე რომ, როდესაც ახლა აი ამ მოცემულობაში ვაფასებთ მდგომარეობას ყველაზე რეალისტურად შეიძლება ჩანდეს რუსეთის დამარცხება და ახლობით ისე, როგორც პირველ მსოფლიო ომში გერმანია, როდესაც მათი შეიარაღებული ძალები, მათი ტანკები ჯერ კიდევ ზღვის ტერიტორიაზე არიან, თუმცა თვითონ გამოიფიტნენ ეკონომიკურად და მორალურად. ეს პერსპექტივა არც თუ ისე ახლოს არის სამწუხაროდ, გარკვეული პაუზის შემდეგ განახლდა კომბინირებული სარაკეტო იერიშები უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ჩვენ ვიხილეთ შეჰიდის ტიპის დრონი კიევის ერთ-ერთი მეტროსადგურის ვესტიბიულს დაეცა, აქ კვამლმა გაგულდა ხალხი, რომელიც იყო თავშესაფარში ჩასული და ახლა აი ამ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე უფრო დეტალურად საუბარს გავაგრძელებთ ირაკლი ანდრონიკაშვილთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართველ მებრძოლთან ერთად. აქვე შეგახსენებთ, რომ თუ არხეჯერ გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, გააოცრეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ირაკლი, გამარჯობა, როგორ ხარ, როგორ გესმის ჩემი? მადლობა, კარგად ვარ. ვარ, კარგად მესმის, ხედავ. მიხარია, კარგად რომ ხარ. მოდი პირდაპირ გადავიდეთ ასე ვთქვათ საქმეზე, შენს დრო არ გაქვს ბევრი. რა ხდება ზოგადად ფრონტზე, რის თქმა შეგიძლია და შემდეგ უკვე დავკონკრეტეთ პაკროვსკის მიმართულებაზე, ჩვენ ნახეთ რაღაცა კადრები გავცელა, სადაც ქალაქში არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ფრონტზე ცხელა, როგორც პირდაპირ ასე გადატანითი მნიშვნელობით. რაც შეეხება პოკროვსკს, ეხლა პირდაპირ გეტყვი, რომ პოკროვსკში არა ვარ, მოდი ესე ვთქვათ, ხო? პოკროვსკში არა ვარ. შესაბამისად, რამე დაზუსტებითი, ვთქვათ, ინფორმაციის, ანუ შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რასაც აცხადებენ ოფიციალური წყაროები, რომ მიმდინარეობს ქალაქის გარშემო მძიმე ბრძოლები, ცალკეული ჯგუფები რაღაცა ცდილობენ შეღწევას, შეიძლება შეაღწიეს კიდევაც და შეიძლება უკვე ამ ეტაპზე განადგურებულებიც არიან. ნუ შეგახსენებთ, რომ ახლა ომი როდესაც დაიწყო მაგალითად, ხო, 22
22 წლის თებერვალში, ხო, თებერვლის 24 თებერვალს უკვე რაღაც მარტის პირველ დღეებში კიევშიც კი იყვნენ შემოსულები და არა მარტო გარეუბნებშიც, არამედ ისეთ სერიოზულ უბნებშიც კი შემოაღწიეს ეგ ერთი მომენტი. ანუ ვინც იმ დღეებში ადევნებდა თვალყურს, ალბათ პირდაპირ ეთერში ხედავდა, როგორ მადგურდებოდა ეს ცალკეული ჯგუფები, ხო? მათ შორის ჯავშან ტექნიკითაც იყვნენ შემოსულები, ხო? ეს ერთი მომენტია. მეორე მომენტი ის არის, რომ რუსები აქტიურად იყენებენ ზოგადად ეხლა უკვე მცირე ჯგუფების ტაქტიკას, ეს შეიძლება იყოს მცირე დივერსიული ჯგუფები, რომელთა დავალებაც სწორედ ეს არის, რომ პანიკა დათესონ, აი უკვე ქალაქში ვართ, აი უკვე ქალაქს ვიღებთ, ხო? რეალურად მეტაკლებად დიდი ქალაქის აღება, აი როგორ გითხრათ, ჩვენებისთვის გასაგები იყოს ჩვენი აუდიტორიისთვის, თქვათ, გორის ხელა ქალაქის აღება, ხო? უკრაინაში ყოველთვის რუსებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. უფრო დიდ ქალაქზე საუბარი ძალიან მეტია. შესაბამისად, ქალაქის აღებაზე საუბარი შეუძლებელია საერთოდ რუსების მხრიდან, შეიძლება ცალკეული ჯგუფები შემოვიდა და იმედი მაქვს, რომ მალევე ისინი თავს დაიმკვიდრებენ უკრაინის მარილიან მიწაში. ასევე უნდა გითხო აი ამ დრონებით შექმნილ მკვდარ ზონაზე, ასე ვთქვათ, ვნახეთ მათ შორის აი ეს ამ მიმართულების ხელმძღვანელი ვინც არის, მისი განცხადება დაახლოებით 20 კილომეტრზე გაიშალა, უკვე გაიზარდა ეს ზონა. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ რაღაც ახალი ტექნოლოგიებია თუ უბრალოდ რაოდენობრივად გაიზარდა დრონები, ჩვენ ამაზეც გვაქვს ინფორმაცია, გარკვეული სხვადასხვა წყაროებიდან, რომ უკრაინა უკვე რეკორდებს აღწევს დრონების წარმოებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ ხედავთ საოცარ სამხედრო ევოლუციას. მე მგონი არც ერთი ომის დროს ეს სწრაფად არ ხდებოდა განვითარება სამხედრო ტექნიკის აღჭურვილობის და ეს სწრაფად არ იცვლებოდა ტაქტიკა. შეიძლება სტრატეგიაც კი შეიცვალოს, სტრატეგიაც უფრო სერიოზული რაღაცა, მაგრამ დრონებმა აბსოლუტურად შეცვალეს თამაშის სტილი. ადრე თუ არსებობდა ეს მცნებები, როგორიც არის თქვა, წითელი ზონა, ანუ უშუალოდ ეს თქვა ფრონტის ხაზი, ხო? შემდეგ რაღაც ყვითელი ზონა, მწვანე ზონა, ეხლა უკვე ეს მცნებები პრაქტიკულად აღარ არსებობს. იმიტომ რომ აი ამ დრონების, რომელსაც მე პირადად ვეძახი ჯიბის ავიაციას, ხო? იმიტომ რომ შეიძლება თქვა 5 კაციან, 6 კაციან, 3 კაციან ჯგუფს ყავდეს თავისი, ესე იგი პატარა თვითმფრინავი, ხო? დრონი ფაქტობრივად არის პატარა თვითმფრინავი, ხო? ამ პატარა ვერტმფრენი ესე თქვა არსებობს. შეუძლია რომ ესე იგი თქვა განადგუროს მოწინააღმდეგის რაღაც კოლონა გარკვეული, ხო? თუ მძიმე დრონი ყავს ვამპირის, ეგრეთ წოდებული ბაბა-იაგას რომ ეძახიან, ხო? შეუძლია განადგუროს მოწინააღმდეგის შტაბი, თავის გენერლებით და პოლკოვნიკებით, ანუ კარდინალური ცვლილება შეიტანოს ომის ცვლილებაში ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, ხო? და არა მარტო. შესაბამისად ეს ადრე თუ თქვა პირველი მეორე მსოფლიო ომის დროს, ვიეტნამის ომის დროს იქ რაღაც ერაყი, ავღანეთი თქვა აი მოშორება 5, 10, 15 კილომეტრი ნიშნავდა უსაფრთხოებას, ეხლა ესე აღარ არის. იმიტომ რომ დრონები დაფრინავს 20, 25, 30 კილომეტრზე. ერთი წელიწადი ცოტა მეტი გამოჩნდა უკვე დრონები, რომლებიც აღჭურვილია ოპტიკური კაბელით. როგორ არის ეს თეორიულად აი ამ ოპტიკურ ბოჭკოვანი კოჭის სიგრძე შეიძლება აღწევდეს 50 კილომეტრსაც და მეტსაც. ну უბრალოდ რაც უფრო გრძელია კაბელი, მით უფრო მეტი პრობლემა ჩნდება მართვასთან და კვებასთან დაკავშირებით, ხო? ანუ რეალურია ესეთი სამუშაო მანძილი ორივე მხარისთვის არის 20-25 კილომეტრი. შესაბამისად ორივე მხარეს ძალიან უჭირს აი ამ 25 კილომეტრიანი დისტანციის ფარგლებში
მოწოდება, გამოყვანა, როტაცია ჯარების, დაჭრილების გამოყვანა, მომარაგება, ხო? ელემენტარულად გადაადგილება უსაფრთხოდ. ხო, რაღაც ესე. აპატიის ჯარისკაცული ხუმრობისთვის ტუალეტში ვერ შესულხარ ადამიანი. წყნარად, სუზევით იყურები რაღაც არ დაგეცეს თავში, ხო? ხო. Ну, რა თქმა უნდა, თუ ჩვეულებრივი დრონების წინააღმდეგ, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რადიო ელექტრონული ბრძოლის საშუალებები კიდე პენტაკლებად მუშაობს. აი ამ ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელით აქტიური დრონების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური იაფი და ესეთი საშუალება ხელმისაწვდომი არის ესეთი კარგი გლუვულიანი თოფი 12 კალიბრის 5 ნომერი საფანდით და რაც თავარია ის უნდა იყოს კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ადამიანის ხელში. გასაგებია. შენ აღნიშნე, რომ ფრონტზე ცხელა პირდაპირ გადაიტანეთ მნიშვნელობით და ფრონტის გარდა უკვე განახლდა გარკვეული პაუზის შემდეგ დიდი ქალაქების კომბინირებული დაბომბვაც, მათ შორის ჩვენ ნახეთ, რომ ერთ-ერთი შეჰიდი კიევში მეტროსადგურის ვესტიბულსაც დაეცა. ესეთი ინფორმაციები, როდესაც მოდის ქალაქიდან ფრონტზე, ეს რა გავლენას ახდენს, ასე რომ როგორც წინა ინტერვიუში აღნიშნე, პრინციპში ეფექტი არის იმის საპირისპირო, რასაც ელოდნენ ალბათ რუსები. ეს უფრო ამწარებს, ვთქვათ, მებრძოლებს, უფრო აღრმავებს მათ ზისხს და რუსების მიმართ და უფრო აჩვევს იმ აზრს, რომ ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე. გასაგებია, ამის ფონზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სტამბულში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შედგეს. ძირითადი ინფორმაცია რაც არის ის, რომ ტყვეთა გაცვლაზე უნდა ილაპარაკონ, თუმცა ასევე რაღაცა თითქოს საუბარიც არის იმაზე, რომ შესაძლოა პუტინი და ტრამპი შეხვდნენ. ეს რაღაცა როგორც კიევის, ასევე მოსკოვის მხრიდან უფრო ჩემი აზრით გავს თამაშს იმისთვის, რომ ერთის მხრივ პუტინმა როგორმე ტრამპს ეს 50-დღიანი ულტიმატუმის ფარგლებში აჩვენოს რაღაცა მოქმედება თითქოს რაღაცას აკეთებს და მეორე მხრივ კიევი ცდილობს, რომ ისევ ტრამპი იგივე რიტორიკაში დატოვოს პირიქით, არ დაუბრუნდეს ძველ რიტორიკას. თქვენ მან ფრონტზე მსგავსი ტიპის შეხვედრებისგან, აი თქვათ იგივე ტყვეების გაცვლის გარდა სხვა რაიმე მოლოდინები თუ გაქვთ ხოლმე, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად თქვენთვის აი ეს მსგავსი ტიპის შეხვედრები? ну, ტყვეების გაცვლას რაც შეეხება ამას, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად უყურებთ, იმიტომ რომ პრინციპში ტყვეობისგან არავინ არ არის დაზღვეული. შეიძლება ადამიანი ძალიან მამაცი იყოს და სულაც არ უნდადეს ტყვეთ ჩავარდა და ის თქვათ ბოლო ვაზნა თავისთვის დაიტოვოს, მაგრამ ხანდახან ხდება ისეთი მომენტები, რომ შეიძლება ადამიანი ტყვეთ ჩავარდეს უგონო მდგომარეობაში, ანუ კათიშვილი აფეთქებისგან, ციხლის არაკარგიდან და ასე შემდეგ. ანუ ყველა ხვდებით, რომ ტყვეობისგან დაზღვეული არც ერთი არა ვარ, სამწუხაროდ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ტყვეების გაცვლა ეს ძალიან პოზიტიური მომენტია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი ეს გაცვლითი ფონდი მაქსიმალურად გავზარდოთ. რუსი ტყვეების ხარჯზე, თუმცა ზოგიერთი რუსი ტყვე პირდაპირ აცხადებს, რომ არანაირი სურვილი არ აქვს, თქო, რუსეთში დაბრუნების, ეგეთი მომენტებიც არის. ერთი თვის წინ მე შევესწარი, ერთი თვის წინ, არა, დაახლოებით 2 კვირის წინ ესეთი მომენტი იყო, ერთ-ერთი რუსი ტყვე იყო დაჭრილი ფეხში. ჭრილობა საკმაოდ სერიოზული იყო. მაგრამ სამედიცინო პუნქტზე ყოფნის დროს, როდესაც უკრაინელი ექიმები და მედიკები ჭობდნენ იმაზე, როგორ გადაერჩინათ მისი ფეხი, დაწყებული გარკვეული ანთებითი პროცესები, ინფექცია იყო შეჭრილი, ამ ტყვემ, ესე იგი, აი პირდაპირ განაცხადა, გთხოვდა, რომ თქვენი ჭირიმე ეს ფეხი თუ არის ვარიანტ მომაჭერითო, ამპუტაცია ჩამიტარეთო, რომ იმისთვის, რომ არ დაუბრუნდე ისევ რუსეთის ჯარში აქტიურ სამსახურში.
ესე ფეხი არ მექნებაო, ჩამონწერინო რაღაც პენსიას დამინიშნები და ვიქნები ჩემთვის. აი ეს გასაგებია მათი საბრძოლო. ალბათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რაც არის რუსის ჯარში, ხო? ნამდვილად მაგას ვამბობდი, კარგად ასახავს მათ საბრძოლო სულს რა მდგომარეობა ის არის. ერთი კითხვაც მინდა დაგისვა, მე მესმის რომ შესაძლოა შენ არ გინდოდეს რაღაცა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარის გაკეთება, თუმცა ჩვენ ნახეთ რომ შეიცვალა ხელისუფლებაში გარკვეული გადაადგილები იყო, პრემიერი თავდაცვის მინისტრი გახდა, პრემიერის ადგილას სხვა დაინიშნა. თავისთავად ეხა ეს პრემიერისთვის დაქვეითება თუ დაწინაურება თავდაცვის მინისტრად გადაყვანა ცოტა უცნაური საკითხია, თუმცა ზელენსკი ამბობს, რომ მე გადავიყვანე შმიგალი იქ, რაც დღეს უკრაინას ყველაზე მეტად ჭირდება კარგი კადრები. თქვენ ფრონტზე აქცევთ მსგავს პოლიტიკურ გადაადგილებებს ყურადღებას, რომ თავარი არის, რომ შეიარაღება არ შემცირდეს და ბრძოლის უნარიანობის საშუალება გქონდეს. სიმართლე გითხრათ, ჩვენ მაგისტრის მაინდა-მაინც არ გვცხელა. ჩვენთვის თავარია, რომ ანუ მოხდეს დროული მოწოდება იმ აქტიურობის მასალის და საბრძოლო მასალის რაც გჭირდება. ჩვენთვის თავარია რომ ესე იგი თქვათ ახლა რაც შეეხება თავდაცვას, იქ დაინიშნონ გამოცდილი და პრინციპული პიროვნებები. ეს არის მთავარი და იქ განათლების მინისტრმა იქ სიტყვაზე შეცვალა იქ რაღაც ეკონომიკის მინისტრი, ჯარისკაცების უმეტესობაში ამან რაღაც ირონიული დამოკიდებულება გამოიწვია სიმართლე გითხრათ. დიდად რამე აჟიოტაჟი ამას არ მოყოლია, იმიტომ რომ აბატიეთ, მაგრამ ძილს ვერ ვასწრებთ ხანდახანდა იქ მინისტრების ცვლა იმაში დეპუტატების რადაში, ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა როგორც აი ჩვეულებრივი თუ ვთქვათ ადამიანი და საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კარგული გამოცდილება საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრობლემა ეს უკრაინისთვის. ამას ყველა ხვდება, ყველა ნორმალური და პრინციპული ადამიანი ამას ხვდება და მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი გამონახავს თავის თავში რესურსებს და გარშემო ძალას, რომ კორუფციას კარგად და საფუძვლიანად მიხედოს და არ გაიმეორებს თავისი წინამორბედის პოროშენკოს ეცდომას, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში თითქმის არაფერი არ გააკეთა. მე რაღაცა ექსპერტების შეფასებებსაც გავეცანი, რომლებიც სხვათა შორის არ ერიდებიან ხშირად ზელენსკის კრიტიკას, მათ შორის ომენობის დროსაც. თუმცა ამ შემთხვევაში მათ რაღაცა უფრო მეტად პოზიტიური შეფასებები ჰქონდათ და ასევე იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ იმ პირობებში, როდესაც რაღაც არჩევნები ვერ ტარდება, სამოქალაქო საზოგადოებას, ანუ მოქალაქეებს ჭირდება დაინახონ რაღაცა ცვლილებები ხდება, სიახლეები არის და მათ შორის ეს პერიოდული სამთავრობო როტაციებიც ყველაფერთან ერთად, მათ შორის თქვათ იგივე კორუფციასთან ბრძოლასთან ერთად შესაძლოა ამასაც უკავშირდებოდეს. ეს იყო ის რაღაცა ექსპერტების მოსაზრებები, რომელთაც მე მოკლედ გავეცანი. ირაკლი, შენ თუ კიდევ რამის დამატება გინდა ფრონტიდან გისმენ თუ არა და პრინციპში აღარ მოგაცდენ, მით უმეტეს რომ არ ხარ შენ ახლა საველე პირობებში ხარ და შენი საქმეც გაქვს, გისმენ თუ კი რამის დამატება გინდა თუ არა და დაგემშვიდობ. ხო, იმის დამატება მინდა რომ ყველაფერი კარგად იქნება აუცილებლად. ამ ომს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუმცა ფასი რა თქმა უნდა საკმაოდ მაღალი იქნება. მადლობა. და მაგრად. მადლობა, თქვენს დაგემშვიდობებით მაყურებლებო, მომავალ სამშაბათამდე ირაკლი იმედია მომავალ სამშაბათს ისევ მოახერხებ ხაზზე გამოსვლას ნახვამდის. იმედია რომ შევძლებ, იმედია. თქვენ კი გამოიწერეთ არხით თუ ჯერ არ გამოგიწერიათ. კარგად.